შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. სარკოია, მეხუთე. სალდათი ვარ საწყალი, არც მიწა მაქვს, არც წყალი. ჯარისკაცის სიმღერა. რკინიგზის პატარა სადგურზე ჯარისკაცი მატარებლიდან ჩამოვიდა. უქამრო მაზარის ღილები შეიკრა, შაშხანა და ჩანთა გადაიკიდა, კალათა აიღო და აჯამეთის ტყისაკენ გაეშურა. შხაპუნა წვიმა მოდიოდა. ჯარისკაცმა ტყე გაიარა, მერმე ბნელეთ მას აღმარც მიადგა და წინ გადაშლილ მდინარის პირად შეჩერდა. სოფლიო ომიდან ბრუნდებოდა იგი. 4 წელი გასულიყო, რაც სამშობლოს მხარე არ ენახა. არემარე ეს სხვა ფერა. მხოლოდ პატარა წისქვილი იდგა უცვლელად თავის ძველ ალაგას. თის ჩქარსა და აკაფებულ მდინარეზე ძელქვის მორი იყო გადადებული. ზედ გაიარა და წისქვილში შევიდა. ცეცხლის გარშემო მეწისქვილე და ჩალვადრები ისხდნენ. სვირიდან ჩამოსულ ჩალვადრებს სველი პაჭიჭები და წუღები ცეცხლზე მიეფიცხებინათ. მოხუც მეწისქვილეს ტომარა წამოესხა ჩაბალახის მაგივრად და ტომრის სველი ყური შუბივით ედგა თავზე. დაკონკილი ხალათი და კვირის თავამდე დაკარწახებული შარვალი ეცვა. ტყის ზღარბივით გაბურძგვნილი ჩანდა. ფქვილშეფრქვეული წვერ ულვაში და წარბების ფერის გამოცნობა ძნელი იყო. მეწისქვილემ ჯარისკაცი იცნო. ტუჩზე დააკვირდა და სიხარულისაგან ათუხთუხდა. საწყალმა გოჯის პირმა სამჯერ გამოგიტირა გალაქტიონ, შენ კი ცოცხალი ყოფილხარ. ჩალვარდებიც მიესალმნენ წვიმით გალუმპულ ჯარისკაცს, რომელსაც აყალო მიწით გაგლესოდა ჩექმები, ხოლო ბუხრის ქუდიდან წურწურით ჩამოსდიოდა წყალი. ჯარისკაცმა ცოლშვილის, შობლების, ნათესავ მეზობლების ამბავი გამოჰკითხა მეწისქვილეს და რა გაიგო, რომ ყველანი კარგად ყოფილანო, მაზარა და ბუხრის ქუდი გაიბერტყა. სველი ხელი ცეცხლზე გაიშრო. თუთუნი გააწყო და მერმე წასვლა დააპირა. მეწისქვილე სახელოზე ჩამოეკიდა. რამდენი ხანია არ მინახავ ხარ გალაქტიონ? იმ დასაწვავი ომიდან ჯამრთელი დამიბრუნდი. ჩემი გოჯასპირიშვილი და რაღა კაცი ვარ ქვეყანაზე და რაღა მეზობელი, ცოტა პატივი თუ არ გეცი. თქვა და განჯინისაკენ გაიწია, მაგრამ გალაქტიონმა ხელი წაავლო. შენ კარგად იყავი, ჩემო ხარიტონ და ერთმანეთის პატივისცემას კი მოვასწრებთ. რა დროებაა ხომ ხედავ? კარგად ვინ მომყოფებს? უპასუხა მეწისქვილემ და გალაქტიონს ახედა. ჯარისკაცი მაღალი და ახოვანი ვაჟკაცი იყო, მხარბეჭიანი. სანაშენო ბუღასავით სქელი და მაგარი კისერი ჰქონდა, შავი ბრიალა თვალები. სარეკელა არაკუნებდა. წისქვილის ქვები, დოლაბები გრიალით ტრიალებდნენ. სიმინდს ფქვავდნენ და ფქვილის მტვერს აყენებდნენ. ერთი თვალი წვრილად ფქვავდა და ერთიც მსხვილად, ღერღილსა და ქატოს. ჯარისკაცმა ხელის გულზე დაიყარა,
შეხურებული ფქვილი ენის წვერი დაადო გემო გაუსინჯა და მეწისქვილეს კითხა სამყოფი ფქვილი თუ გრჩება სადღა გალაქტიონ სამყოფი ამ ომმა დიდი შიმშილიანობა ჩამოაგდო საფქვავი სიმინდი ოტიამ დიუნის მეც მთელ ზემოთში ერთ კაკალკაც არ მოეძებნება ხომ ხედავ ამ 4 ტომარას მივჩერები ვარ სიმინდი ზემოთში სულ მთლად დაილია ჩაიქნიეს ხელი ჩალვადრებმა რომელთაც სამეგრელოში ღვინო გადაეცვალათ სიმინდზე გალაქტიონმა მოიწყინა მოაგონდა სახლკარი ცოლშვილი მოხუცი მამის ანაბრად მიტოვებული ამდენ ხანს იქნებ შიმშირით სული ზრებათო გაიფიქრა მეწისქვილეს და ჩანჩურა ჩულიან ჩალვადრებსაც გამოემშვიდობა შვიდობით ხარიტონ აღარ მაქვს შეცდის დრო შაშხანას და ბარგს დაავლო ხელი ხარიტონმა და ჩალვადრებმა გააცილეს წისქვილის ბოლოს გავიდნენ ჯარისკაცმა მაზარის საყელო აიწია შაშხანა კონდახით თავმაღლი გადაიკიდა და ვაშკაცური ნაბიჯით თას მიაშურა თმა გაშლილი მომტირალე ქალებივით დაეშვათ დინარისაკენ ტოტები ქარისაგან წახრილ ძეწნებსა და ტირიფებს ო რა დევი ვაშკაცია ჩაილაპარაკა ჩალვადარმა გოჯისპირის ჯილაგია მაგი შენიშნა მეწისქვილე წვიმამ გადაიღო ღრუბლები მაღალი მთების იქით გადავიდნენ ცა მოიწმინდა გამოიდარა ჯარისკაცი ბნელემთას აღმართ შეუდგა ქვიანსა და აყალო მიწიანს წყალი ვერატანდა თიხიან ნიადაგში თხრილში და დაცემულ ადგილას გუბედგებოდა აღმართიან გზაზე მღვრიე ნაკადი წყალნარევ რძესავით მოწანწკარებდა წითელი ტალახი იზილებოდა იგლესებოდა ზედ ფეხი ცურდებოდა და თაში სიარული გაჭირდა ჯარისკაცს ქშენა აუვარდა ჯარში სამსახურს ომში ტანჯვასა და ჭრილობას მოუტეხია ვაშკაცი განა ასეთი ტვირთი და აღმართი დაღლიდა მას ომამდე როდესაც იგი ოტიამ დიუნის მამულში მუშაობდა ან მამა გოჯასპირთან ერთად თოხნიდა მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანას თებს გახედა მოაგონდა ბავშვობა იმ ლამაზ გორაზე მწყემსავდი ოტიამ დიუნის ნახირსო გაიფიქრა ჯარისკაცი თავის სამშობლო სოფელს სარკოიას უახლოვდებოდა მთის კალთებზე მოფენილი ვენახები გამოჩნდნენ პორისა და სიმინდის მოყვანას დიდი შრომა და ჯაფა სჭირია სარკოიაში თაში როდია მდინარის არხებით მორწყული გაშლილი ფართობები სახნავი და სათიბი მაღალ მთის კალთაზე მცირე და მწირი მიწაა ისიც მემამულისა და სახაზინო რაც უნდა ბევრი იშრომო მაინც ერთი მუჭა მოსავალი მოდის მაგარი მუხლი და კლავი უნდა ჰქონდეს მთაში გლეხს რომ დედამიწას წლის სარჩო წაართვას ახსოვს გალაქტიონს წელზე დაიხვევდა თოკის ბოლოს ხეს ან მაგრად ჩარჭობილ პალოს მოაბამდა და ასე უტევდა ხევსა და ნაპრალზე გადაკიდებულ მთის ქვიან კალთას აჯამეთის გადაღმა მზისგან დანთებული ხანძარი ნელ-ნელ ცხრებოდა აღმართზე დაკარწახებულ მოხუც გლეხს წააწყდა გალაქტიონი მთელი ტანის სიმძიმით ებჯინებოდა წელში მოხრილი დალეული ბერიკაცი ყავარჯენს წიფელითა და ყვინჩხით დაბურულ ხევში მისი მოწითალო ხალათი შარვალი და დაგლეჯილი ჩაბალახი აყალოს მიწისფერი იყო მისი გამხმარი წვივები ვაზის ძირივით დაგრეხილ დაღვარჭნილი
ხოლო ჭაღარა წვერულვაშით გაბურძგვნილი მისი სახე ხავს მოკიდებულ ხიოჭი და ბებერი კვირინჩხის ქერქივით დაღმეჭილი თითქოს სარკოია და მოხუცი საუკუნეთა მანძილზე შეხამებიან ერთურცო ბებერ წიფელასთან შეჩერდა ყავარჯენს დაეყრდნო და მუშტისოდენა თავი ჯარისკაცისაკენ მიიქცია ჩურჩხელასავით დაკვარჩხული თითებით აიწია სახეზე ჩამოფხატული კორძივით განასკვული დაკონკილი ჩაბალახი და რა დაინახა უცნობი ჯარისკაცი გაირინდა ქუთუთო შემოგლეჯილი წყლით სავსე და წყლისფერი განცვიფრებული თვალები დაახამხამა თითქო ბნელემთას წიფელასთან უცნაური რომელიღაც ბებერი ქმნილება იხედებაო დიდხანს იდგა ასე გამოყრუებული ბერიკაცი დუმარე სახით და არაშორებდა ჯარისკაცს უაზროდ გაშტერებულ თვალებს დიდხანს უცქერს ურთერთს და მერე ჯარისკაცმა ჩასძახა ყურჩალას გამარჯობა ბაბუა თეოდე თეოდემ ბორძიკით გადადგა ნაბიჯი ჯარისკაცისაკენ წაიფორხილა კინაღამ არ წაიქცა ყავარჯენი მოიშველა თვალი ხელით მოიჩრდილა და ჰკითხა რომელი ხარ ბაბუა გალაქტიონი გოჯისპირის შვილი ვერ მიცანი გოჯისპირის შვილი გალაქტიონი უიმე შესძახა უკბილო მოხუცმა ქალსავით გამყივანი ხმით ხელები გაშალა მოდი ჭირიმეო დაამღერა და ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცი გულში ჩაიხუტა დაღუდუდოებული ჭიამკვდარა თვალები დახუჭა ცერით და საჩვენებელი თითით მოისრისა და ცრემლი მოიწმინდა გალაქტიონის ამხანაგის რაჟდენ ტურიაშვილის პაპა იყო იგი ბატონყმობის ჟამიანობის და პახოდობის მომსწრე კაცი უფროსი შვილიშვილი რაჟდენის ძმა სახადმა წაართვა ხოლო იმის მომყოლი 40 წლის ვაჟკაცი პროკოფი სოფლიო ომში მოუკლეს სოფელში მისვლამდე სტიროდა მოხუცი ვაიმე ჩემ შავდღეს გალაქტიონ რა მოწიფული და საიმედო შვილიშვილი დამეკარგა მე უბედურს პროკოფის ცოლშვილი ჩვენს კისერზეა ჩემისთანა ბებერის მუშაობა აწი რაღაც გავა ნესტორი თავის შვილზე რაჟდენის მამაზე ამბობდა მეხმარება მარა რაჟდენიც რომში წაიყვანეს არც იმას დაადგა საშველი წახდა დროება ბაბუა არც მამა შენს გოჯისპირს დასდგომია კაიდღე მოხუცმა ერთბაშად შეწყვიტა სიტყვა გალაქტიონმა ეჭვის თვალით გადახედა რამე უბედურება ხომ არ მომხდარა ჩვენსას ბაბუა თეოდე არა შეკაცო შარშან გოჯისპირს და ნესტორს გამოუცხადა ოტიამ დივანმა გალაქტიონი და რაჟდენი ომში არიან თქვენ ბებრები ხართ მუშაობა აწი აღარ შეგიძლიათ ხედა ვერ მოგცემთ ხე ყვირილაზე ყანას საზიაროთო სიმინდი ახლა აღარც ნესტორს და აღარც იმ საწყალობელ მამაშენს გოჯასპირს მოეძევათ ხე აღმართზე მიმავალი და დალეული მოხუცი ოფრში გაიწურა გაფითრდა დაიღალა და შეისვენა სული ეხუთებოდა ძლივს სუნთქავდა გალაქტიონმა ზედაზენს გახედა შორს მთაზე ალვის ხეებით და მაგნოლიებით გარშემორტყმული მდივნების ორსართულიანი ქვიტკირის სახლი მოსჩანდა ოტიამ დივანო
შენი ჯილაგი კი მოისპოს, შეუკურთხა გალაქტიონმა. გალაქტიონი და თეოდე სოფელ სარკოიაში შევიდნენ. ეზოებში არავინ სჩანდა, ქოხები და პატარა ოდები მდუმარეთ იდგნენ და წვიმით დასველებულთ თითქოს სახე ჩამოსტირითო. აქა-იქ სარზე ჩამოცმულ, წვიმით ჩამორეცხილ ცხენის თავის ქალას კბილები დაეკრიჭა. მისი შუბლის ძვალი სიკვდილის ასაცდენად და მის დასაფრთხობად ანათებსო. ამბობდნენ გლეხები, კაკლის ხეებს წმინდა ელიას წნელი ერტყა ტანზე. ჭიანსენი რომ არ გაუჩნდეს და შეეყაროსო, კაკლის ქვეშ დაცუცქული, შიმშილისაგან სიქა გაცლილი ერთი ნაგაზი უმოწყალოდ ყმუოდა. სხვა კიდევ რა უბედურება უნდა ეწვიოს იმ ბედდამწვარ ტარასიას, შვილი ომში მოუკლეს. სთქვა თეოდემ და როდესაც ნაგაზმა ისევ გააბა ყმუილი, ჰატიქითო! დაუცაცხანა და დაფაცურდა, ქვა აიღო, ესროლა და კოჩში მოარტყა ხელმარცხიანმა ბერიკაცმა. ძაღლი წყავწყავით გაიქცა. მეზობლის ძაღლებმა ყეფა ასტეხეს. ღობეს გადმოევლენ და თეოდეს და გალაქტიონს დაედევნენ. გლეხებმა თავი გამოჰყვეს ქოხის კარებში. გალაქტიონი იცნეს, ეზოში გამოცვივდნენ, შეიქმნა ხვევნა კოცნა. ხმა გავარდა, გოჯისპირის გალაქტიონი ომიდან დაბრუნებულაო. ხალხი ჯარად მიხვებოდა ორღობეში ჯარისკაცს. თეოდე გალაქტიონს არ შორდებოდა. პირველად მე შეგეყარე და სახლამდიც მე უნდა მიგაცილო გოჯისპირის მახარებლადო. სოფელს უყვარდა გალაქტიონი. იგი სარკოიას ფალავანი იყო, სიმამაცით განთქმული, ღონიერი, ხელმარჯვე. როდესაც ჯარისკაცი ჭიშკარს მიუახლოვდა, დღე და ღამე იყრებოდა. ჭიშკრისკენ ჭაღარა მოხუცი გოჯასპირი მობაჯბაჯებდა. უკან შვილები, სევერიანე, ბიჭია, მათი ცოლები მოხვებოდნენ, მერე ბავშვები. გალაქტიონი ღობეს მიაწყდა. სასწავლო ხელი გულმა უმუხთლა. თავისიანებში ის ვერ ხედავდა დედას. ან ლოგინად ჩავარდნილა დედა, ან გარდაცვლილა, თორემ მას ვინ მოასწრებდა ჭიშკრისკენ წამოსვლას და ჩემი სახელის დაძახებასო. ფიქრობდა 4 წლით სოფელს განშორებული ჯარისკაცი. კულულებიანი პატარა გოგონა ჩაფრენოდა გალაქტიონის ცოლს კაბაში და წყრია ლახმით ყვიროდა. ბაბაო! წუხარე ფიქრი ახლა სიხარულმა შეცვალა. ცოლი ორსულად დავტოვე, ალბათ ის ბალღი ჩემიაო. თეოდემ ჭიშკარი გააღო, დაბარბაცდა, ნიკაპი აუთამაშდა, ძაგძაგით მორთო ყვირილი, ტყის კაცივით უცნაური მყივანი და კატის კნავილივით წვრილი ხმით. გოჯისპირ! რას მომცემ სამახარებლოს? გალაქტიონი მოგიყვანე! ამ უცნაურ და დიაცებრ მყივან ძახილში მხოლოდ ხმოვანი ისმოდა. მამა და შვილი ერთმანეთს მოეხვივნენ. მერმე ძმები, ძლები, ძმისშვილები და ბოლოს თავისი ცოლი ასინა გადაჰკოცნა გალაქტიონმა. 4 წლის ტიტლიკანა გოგო ხელში აიყვანა, მიუალერსა. გაკვირვებით ათვალიერებდა ჯარისკაცი შავტუხას, რომელიც მამასავით დიდრონ შავ თვალებს აბრიალებდა. გოგონამ დედის სახეც მოაგონა გალაქტიონს. ტანთ გააჟრჟოლა. ერთბაშად დასვა შვილი მიწაზე. ჯერ
პატარა ფიცრულ სახლს გახედა. მერმე მამას გოჯასპირს მიატანა თვალი. მოხუცი გოჯასპირი დანათოვ მუხასავით იდგა ეზოში. მასთან შედარებით დაბლების ჩანდნენ გლეხები, მეზობლები და მით უმეტეს ქონდრის კაცი თეოდე. დედა სად არის? დედა სად არის? შესძახა მამას გაფითრებულმა ჯარისკაცმა. დედა მოგიკვდა, შვილო გალაქტიონ. რისხვასავით გაისმა გოლიათი მოხუცის ბუხუნი ეზოში. გალაქტიონმა ბუხრის ქუდი მოიხადა. შუბლზე ხელი იტაცა და საშინლად შესძახა. ქალებმა მოთქმით გააბეს. დედაო მართა, შეუბედურო. ომიანობის ჟამს ჭირშეჩვეული სოფელი კვლავ გაჭირვებულთა შეცხადებამ შესზარა. ამ საერთო გნიაში გულსაკლავად გამოირჩეოდა გალაქტიონის ცოლის ასინას ტირილი. დედუა მართა. მოსთქვამდა ტკბილი დაბალი ხმით და ღაღანით დარბაისელი ქალი. გოჯასპირი ქვითინით გაიგუდა. თვალში ალი აუვარდა. მალიმალ არხევდა ჟღალ, ხშირსა და გაფანჩულ წარბებს. ავდარში აზრიალებულ წიწილები ვიჯიოდნენ ბავშვები. ომში წასვლიდან 3 თვის მერე გარდასცლოდა ანთებით გალაქტიონს დედა, 70 წლის მოხუცი მართა. ჭირისუფლებმა ტირილით გული მოიოხრეს და მერე მეზობლები წავით წამოვიდნენ. სარკოიაზე 40-ოდე მოსახლე იქნებოდა. გოჯასპირი და მისი შვილები, გოჯასპირის ძმები და ძმისწულები, ყველანი ერთი გვარისა, გელაშვილები. გელაშვილების გარდა სარკოიაზე რაჟდენის მამის ნესტორის სახლის კაცები, ტურიაშვილები ცხოვრობდნენ. თეოდე ტურიაშვილის მერმე ყველაზე ხნიერი და გავლენიანი 80 წლის მოხუცი გოჯასპირ გელაშვილი იყო. სარკოია მთის დაქანებულ კალთებზე მდებარეობდა. აქა-იქ ხის პატარა სახლების ჩანდნენ, ხოლო უფრო ხშირი კი ქოხები. გოჯასპირის და გალაქტიონის საერთო სახლკარი და ეზო ოტიამ დივნის მამულს ეკროდა. გოჯასპირის მიერ ოტიასაგან საზიაროდ აღებულ ამ მამულს 7 ქცევა ვენახს, ბუნებრივი ღობე ერტყა გარშემო, ორმწყრივად ჩარგული ეკვლის ხე. მამულს გოჯასპირი და გალაქტიონი უვლიდნენ, ხოლო როდესაც გალაქტიონი ჯარში გაიწვიეს, გოჯასპირს სევერიანე და ბიჭია შველოდნენ. წინათ სარკოიაში გაუვალი ტყე ყოფილა, მაგრამ ახლა ძალზე შეთხელებული მუხა. ადგილობრივი და ახლომახლო სოფლების გლეხები სუმთლად აპირებდნენ მის მოჭრას და საყანე ადგილად გადაქცევას. მოჭრილი მუხა შეშად და საშენ მასალად გამოვიყენოთ ამბობდნენ. იმჟამად ერთმა საინტერესო მოვლენა მიჩინა თავი. ფრონტიდან ჩამოსულ ჯარისკაცთა ქადაგების მეოხებით ადგილობრივი გლეხები თავისი კარმიდამოს გვერდით მდებარე სახაზინო მამულებს ურთიერთშორის გასაყოფ მიწებად თვლიდნენ. ამით იყო გამოწვეული გლეხთა თვითნებობა და ალაგ-ალაგ მემამულეთა მიწების დატაცებაც კი. ამ დასაწვავ მიწაში ოფლი ვაქციოთ, ჭირნახული მოვიყვანოთ და მერე ნახევარზე მეტი ვიღაც უღმერთოს. უშრომელს ვაძლიოთო, ამბობდნენ ისინი. რაჟდენ ტურიაშვილი გალაქტიონზე ადრე ჩამოსულიყო ფრონტიდან. გალაქტიონის სახლი კერად იქცა რევოლუციურ გლეხობისათვის. გოჯასპირის შვილთან, გალაქტიონთან იყრიდნენ თავს ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები.
აქ გამოსთქვამდნენ დიდარი მემამულეებისა და არსებული წესწყობილების წინააღმდეგ ზისხსა და სიძულვილს ახლომახლო მდებარე სოფლების ღარიბი და ღატაკი გლეხები. ცეცხლით გაჩაღებულ ბუხრის წინ გოჯასპირ, გალაქტიონი, თეოდე ტურიაშვილი, თეოდე შვილიშვილი, ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცი რაჟდენი და რაჟდენის ამხანაგი გიორგი აბასაძე ისხდნენ. სახლის წინ იატაკი ჰქონდათ. შუაზე ორი დედაბოძი ედგა და ზედ გადებულ დირეს სახურავის სიმძიმე საბჯენებით აწვებოდა. ბოძებს შორის სასადილო სუფრა იდგა და გარშემო სკამები. სუფრაზე კოკა, ჯამი და ჭიქები ეწყო. ბოძსა და კედელს შორის ფარდა იყო გაჭიმული და იმ ფარდის იქით დარჩენილი პატარა ფარდობი გალაქტიონისა და მისი ცოლის ასინას საძინებელ ოთახად გაეხადათ. აქეთ გოჯასპირ და მართა იძინებდნენ წითლად შეღებილ ტახტებზე. ერთზე ლეიბი, საბანი, ბალიშები ეწყო და სუფთა ზეწარი ეფინა. მეორე ყუთივით იხსნებოდა. შიგ მრავალგვარი ნივთი ელაგა. კუთხეში დაბალი განჯინა იდგა, რომელშიაც სადილისთვის საჭირო ჭურჭლეულობა და თვით საჭმელი ინახებოდა. სახლის წინ და უკან კარი ჰქონდა. გაზეთის ქაღალდით აწებილი ერთი პატარა ფანჯარა. ბუხრიდან მარცხენა კუთხეში ქვაბები, კოკები, სხვადასხვა ზომის ორშიმო ხრიკა, ქვევრის სარცხი, თაგვისარა და ბოღლოჯი, ბარნიჩაბი, ფიცალი, თოხები, ცელი, ცული, ბარდიბარი და სხვა იარაღები ეწყო. ელაგა და ეყუდა. ბუხრის მარჯვენა მხარეს საწოლი იდგა. შიგ გალაქტიონის 8 წლის გოგონას აწვენდნენ. საქონლისთვის ფაცხის მაგვარი ბოსელი ჰქონდა აშენებული გოჯასპირს. იქ იყო მისი ერთი უღელი ხარი, ძროხა, მოზვერი და უშობელი. ლაფაროში ურემი იყო აყუდებული. ეზოს ყურეში სასიმინდე და ბეღელი ედგა გოჯასპირს. პატარა ეზო მთის დაქანებულ კალთაზე მდებარეობდა. ქვიან ნიადაგზე ბალახი ფესვს ვერ იკიდებდა. სახლის უკან ცაცხვის ქვეშ საერთო მარანი ჰქონდათ გოჯასპირს და მის შვილებს. მამისა და შვილების სამოსახლოდ საერთო ეზოს წარმოადგენდა და ღობე არ ყოფდა ურთიერთისაგან. სახლის უკან ვაშლი, მსხალი, ლეღვი და ბროწეული იყო დარგული, წინ კაკლის ხეები. ეზო უშუალოდ ეკვროდა ოტიას მამულს. 80 წლის მოხუცი გლეხი გოჯასპირ ბუხართან იჯდა. თეთრი წვერი მკერდამდე სცემდა. ირგვლივ შვილები, შვილიშვილები ეხვივნენ. მორგვივი ცხელი კისერი ოდნავ დასჭკნობოდა. სახე მაინც ჯამრთელი და მწითური ჰქონდა. მაღალი ცხვირი, გაფანჩული წარბები, ორბის მაგვარი ჭროღა თვალებით მისჩერებოდა გოჯასპირ ფრონტიდან დაბრუნებულ შვილს. ომის ამბავს ეკითხებოდა, თვითონ კი აქაურს უამბობდა. დახეული წუღები ეცვა და შარვლის წინდების ყელში ჩატანებული შარვალი. დაგლეჯილი ჩოხა ემოსა. გალაქტიონის უფროსი ძმები, სევერიანე და ბიჭია, დაჩაჩანაკებული სჩანდნენ. ეტყობოდათ ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენა ძალზე გასჭირვებოდათ. სამი ქალი გოჯასპირას მახლობელ სოფლებში იყვნენ გათხოვილი. ძმები სევერიანე და ბიჭია ერთი 10 წლით და მეორე 8 წლით მაინც იქნებოდა გალაქტიონზე უფროსი. სევერიანეს წაბლისფერ წვერშიაც უხვად შეჰპარვოდა თეთრი, ბიჭიას კი ტუჩების გარშემო. გალაქტიონის მეგობრებს ჯარისკაც რაჟდენ ტურიაშვილსაც დასწყობოდა წლები, თმა დასცვენოდა, კვინიხი მოსტულებოდა, გამხდარიყო. ახლა კისრის ძარღვები დაჰბერვოდა
სახე პილპილისფრად ალანძოდა, ჭრელი თვალები კატასავით ანთებოდნენ, ეტყობოდა ღვინო გადაეკრათ მას და მის სტუმარს, ჯარისკაც გიორგი აბესაძეს, დაბალ ჯმუხსა და შავგვრემან ვაშკაცს, ნაგანები ეკიდათ, ჯარისკაცის ხალათები ეცვათ, სოფლური შარვალი, პაჭიჭები და წუხები. ოთახში გოჯასპირის ძმა ნიკიფორე შემოვიდა. იგი 60 წლის კაცი იქნებოდა. გოჯასპირზე უფრო დაბალი იყო, მასზე ნაკლები ჭაღარა და გაცილებით მოკლე წვერი ჰქონდა. სხვაფრივ სუნთლად გოჯასპირს გავდა. დაწვრილებით უნდოდა გაეგო ახალი ამბავი ქალაქიდან ჩამოსული ძმის წულისაგან. ბუხართან ძონძივით დაგდებული, გულბოყო გამთბარი და ჩაძინებული თეოდე დაინახა და გოჯისპირს უთხრა: გააღვიძე შეკაცო, ცოტვა სახლში გაუშვი. არას გზით არ წავა. მიუგო თეოდე შვილიშვილმა რაჟდენმა ნიკიფორეს. თეოდე ტურიაშვილს დაკონკილი, 1000-ნაირად დაკერებული და ხამი შალის ხვანჯრიანი შარვალი დაეკარწახნა. ცეცხლის პირას ჩაძინებულ, ხახადაღებულ და მიხწნილ მოხუცს აყალო მიწა შეშრობია გამხმარ ფეხებზე და თითქოს თეთრი დაბზარული თიხის კანჭები გამობმიაო. ახლა 8 მამაკაცი იყო აბოლებული ჭრაქითა და ბუხრის ცეცხლით განათებულ ამ პატარა ქოხში. მამაკაცთა გარდა კიდევ იყვნენ სევერიანეს ცოლი, ეკვირინე, ბიჭიას ცოლი ივლიტე, მათი შვილები და გალაქტიონის ცოლშვილი. გალაქტიონს ფეხები დააბანინეს ქალებმა ცხელი წყლით და შალის წინდები ჩააცვეს. მუხლზე თავისი პატარა გოგონა თინიკო დაესვა ჯარისკაც, ეფერებოდა, აბაშტავებდა, როგორც გოჯასპირი იტყოდა ხოლმე, გვერდზე მთელი ტანით მისწოლოდა 8 წლის თამარი, შავტუხა, აკანჭალებული, ესეც გოჯასპირის სიტყვებია. ასინა, გალაქტიონზე უკეთესი სხვა ვინ ჩამოგივა, დაფაცურდი. ვახშმის დრო გადავიდა, უთხრა გალაქტიონის ცოლს გოჯასპირმა. ჭრელკაბიანი, თავსაფრიანი, გამხდარი და სათნო სახის ქალი ასინაც ამას ელოდა. მეზობლები ეზოში გავიდნენ. ჭობა გამართეს. მალე გოჯასპირის სახლში მეზობლებმა იწყეს ყველის, კვერცხის, ქათმების მოტანა, ვისაც რა შეეძლო და სანამ გახურებულ პატარა კეცებს წაბლის ფოთოლ დაკრულ მჭადებს აიღებდნენ, ერთი მეორეზე დაალაგებდნენ და დაახვავებდნენ. სანამ ქათმებს ქვაბში მრგვად მოხარშავდნენ, ნიორ წყალს გაუკეთებდნენ და სუფრას გაშლიდნენ, გოჯასპირმა ბუხრის პირას, დაბალ სუფრაზე, ტაბლაზე, ჭაჭის არაყი, კომში და ჩურჩხელები მოატანინა ივლიტეს. უზარმაზარი თათით აიღო ტიკჭორასავით წელში გამოყვანილი ღვინის ჭიქა, შიგ არაყი ჩაასხა და სინათლეზე გახედა. რამდენზე ჩავასხიო, ხშირი და გაფანჩული წარბები შეათამაშა. გალაქტიონის სადღეგრძელო დალია და სოფელში ჩამოსვლა მიულოცა. მადლობა ღმერთს, შინ მშვიდობით დაგვიბრუნდი, გალაქტიონს გაუმარჯოს. იცოცხლე გალაქტიონ. გადადიოდა ხელიდან ხელში არყით სავსე ჭიქა. მერე გოჯასპირმა წელზე დაკიდებულ ქარქაშიდან დანა ამოიღო, კომში დასჭრა და სუფრაზე დააწყო. ბუხარში ცეცხლი ბჟუტავდა. მერე ერთბაშად აბრიალდა და კოპიტის ტოტებზე ატკეჩილი ქერქი ატკაცუნდა. ახლა თამარი ბუხართან ჩაცუცქულიყო და ნაკვერცხლებზე ჭყინტის სიმინდის ციცქნა და ნამლევ ტოტებს ატრიალებდა.
ჭირნახული მოწეული იყო და ძნელად თუ გამოარჩევდა ჭყინთ სიმინდს კაცი. თამარმა შემწვარი სიმინდი აიღო კერიდან და მიწაზე დაარტყა, დაბერტყა და მამიკოს მიაწოდა. ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს მშობლიურ ქოხში ყოფნა, ჭყინტის სიმინდის, კომშისა და არყის სუნი ეამა. ნიჩაბივით ფართო ხელის გულით მოიწმინდა არყით დასველებული შავი ულვაშები. თეოდემ გაიღვიძა, ჯირკზე წამოჯდა, გაიჩაჩხა და აჯაჯღანდა. მომეცი გოჯისპირ არაყი, გალაქტიონი უნდა დავლოცო. გადაჰკრა და დაიღრიჯა დასაწყლებული სახე დამჭკნარი მოხუცი. სიბერე შეკპარვია ბაბუა თეოდე, უთხრა ღიმილით გალაქტიონმა. თეოდემ უიმედოდ ჩაიქნია ჩონჩხისებური შემჭკნარი ხელი. გათავდა ჩემო გალაქტიონ, მალე ჩამაბარებთ ქაბას. შეხედე, აჩიფჩიფდა მოხუცი თეოდე ტურიაშვილი. ტუჩსა და ღრანჩი წაივლო ხელი. ბებერი ცხენივით გააღო ხახა და ღრძილებ ჩაცვენილი, ჩაყვითლებული და მორყეული სამი კბილი გაუჩვენა. ნუ გეშინია თეოდე, მეც მალე წამოვიღებ საიქიოში წერილს. დაამშვიდა გოჯასპირმა და სტუმრის გიორგი აბესაძის სადღეგრძელო დალია. გალაქტიონმა თვალი შეაპარა მამას, დაბერებული და მოტეხილი ეჩვენა. ამ დროს ასინამ კარი გააღო, ცივი ქარი შემოიჭრა და კედლის პირდაღებულ ფიცრებს შორის აზუზუმდა. გალაქტიონმა ქოხის კედლებს მოავლო თვალი, მერმე ყავარახდილ სახურავს ახედა. დიდრონი, შუქიანი ვარსკვლავები დაინახა და ჩაილაპარაკა. სახლი თუ არ შევაკეთეთ, ზამთარში გაჭირდება აქ ცხოვრება. ზამთარში ავი საცხოვრებელია. ჭინკობის თვიდან ნამეტნავად ჩაერია ასინა. ფქვილს ცრიდა მერდინით. ხელის გულებს ატყაპუნებდა და მერდინს ტკაცუნი გაქონდა. გოჯასპირის დუმდა, ჭაღარა წვერზე ისვამდა ხელს, ფიქრობდა, მეც ვიცი, დანგრეულ ქოხში ცხოვრება რომ ცუდიაო. გალაქტიონი შეწუხდა. ვაი თუ მამა მიფიქროს, კილავენო და სახლის გამო საუბარი შეწყვიტა. თეოდეს გაეხუმრა. ჭინკა თუ გინახავს, ბაბუა თეოდე, რა არ მინახავს? სრული დარწმუნებით მიუგო თეოდემ, რანაირია ნეტავი? უშნო შესახედავია ბაბუა. იმხელა ბრჭყალები აქვს, დაწნული წითელი თმა, ცხვირპირი ღორს მიუგავს. ტყის ღარბივით უშნოა, ქარში უყვარს კივილი მწყეულს. მიუგო თეოდემ. თამარმა ყურებით სქვიტა, გალაქტიონს კი გაეცინა. გეჩვენება ბაბუა თეოდე, ის ქარი კივის ბუხარში, კედლის ჭუჭრუტანებში, სახურავზე, შენ კი ჭინკა გგონია. რა მომეჩვენება შეკაცო, აგერ გაჩნდებიან ერთ თვეში. თუ ავდრით მოვიდა, დარით წავადა, თუ დარით, მაშინ ავდრით იცის წასვლა. კაი შეკაცო, გადაიხარხარა ჯარისკაცმა გიორგი აბესაძემ. რა ვიცი, ასე ამბობენ. მე კი არ მინახავს და განაცხადა ღიმილით გოჯასპირმა. თეოდე ისევ აკაკანდა. ნამდვილია, დაცდილია. თუ თოუჭყავს და ბუქს მოხვა, დარით წავა და თუ კაი ამინჩი მოვიდა, მაშინ ნავდარში იცის გაპარვა. არ მინახავსო, გაუჯავდა გოჯასპირს. იმდენი შენი ცოცხლე რამდენჯერ მენახოს ის შეჩვენებული სარზე წამომჯდარი.
ჯოგ-ჯოგად დაჯდებიან აჯამეთში, გადაჭრილი ხის კუნძზე, ჯირკზე და როკზე. კივილით შეიცხადებენ და ჯაგრიანი ხელებით უკრავენ დაშს. სთქვა ჯირკზე ჩამომჯდარმა თეოდე ტურიაშვილმა და თვითონვე გავდა ახლა აჯამეთის ტყეში როგზე დასკუპებულ ბებერ ჭინკას. შარშან ხოკორა კვახები დამიხოკეს ბჭყალებით, განაცხადა ნიკიფორემ. ხილი და აკიდო არ შემარჩინეს სხვენზე, შეშჩივლა სევერიანემ. ბნელემთაში ღამით ცხენი დამიფეთეს და კლდიდან კინაღამ გადამაგდეს, თქვა ბიჭიამ. ესემ ღმერთი თქვენ გიშველის, დაიძახა რაჟდენმა. ისე ღმერთმა მე მიშველოს და შენ კი გაგიწყრეს. აფუხფუხდა ჯირკზე თეოდე და თავის კანტური დაიწყო. იღბალი ბაბუა თეოდე ღმერთი არაა. ვერ მოასწრო სიტყვის დამთავრება გალაქტიონმა და თეოდემ გაოცებულ თვალებზე მაშინვე ხელი აიფარა. ქვა ხოკივით დააყარა. ღმერთი არაო, გაუმარჯოს რაჟდენია გადარეულს. ღმერთს ხატსა და ჯვარს რომ გმობტყვე, იმიტომაცა ამ დღეში ჩავწვინდით. შენც ახალთაობის კაცი იქნები, გეტყობა. რა მოგცა მერე ახალთაობამ, შიმშილი, წყურვილი, ჩვენი გამკითხავი კაცი პატრონი არაა, შენიშნა ნიკიფორემ. გაგიგონია, სადაა კაცი პატიოსანი? დაამღერა და დაუდასტურა თეოდე ტურიაშვილმა, ჩონჩხიანი და დამჭკნარი ხელები გაშალა, ვიწრო გამხდარი მხრები აიჩეჩა და ჩაბალახით წაკრული თავი და წარბაძგიბული საკვირველი სახე შიგ ჩახყო. ქათმები კარგახანია მოხარშეს, აქნეს, ნიორწყალში ჩააწყვეს და დიდ სუფრაზე მიიტანეს. ასინამ გოჯასპირს ჩაშჩურჩულა. ღვინოს ვინა მოიღებსო. გოჯასპირმა ხელი ჰკრა სევერიანეს. წამოდგა ორშიმო, ნიჩაბი და სხვადასხვა ზომის კოკები აიღო. შვილს ჭრაკი დააჭერინა და მარნისაკენ გაეშურა. ჭრაკის აჩინჩხულ ალს ქარი აბრიალებდა, აჩირაღდნებდა, სწელავდა, აქროლებდა და არაყენებდა. აყალო მიწით თავმოწებილი ქვევრები ცაცხვის ქვეშ იყო დაფლული. თავზე ფიცარი ეხურა, დიდი ქვებით დაჯორგილი. წვიმა არ ჩასულიყო, გამხმარი ლერწმები ეყარა, ფრინველს არ წაებილწა. იმ ქვევრებს კი, რომელშიაც ახლა ღვინო, ამბოხი ესხა, სასულე ჰქონდა დატოვებული, რათა ამბოხს არ გაეხეთქა. გოჯასპირმა ჭრაკის შუქზე მოხადა ძველი ალისფერი ღვინით სავსე პატარა ქვევრი. მიწიდან ჭაჭისა და ღვინის საამო სურნელი ამოვარდა. ფრთხილად ჩახყო ორშიმო და ღვინო დიდსა და პატარა კოკებში გადაიღო. მერმე ქვევრს კუპრისფერი სარქველი, ორგო დაახურა. საქველს ზომაზე რგოლივით მოჭრილი, სველი აყალო მიწა დააგოზა. ზედ დევკაცის დიდი ქუსლებით შეზდგა, დაზილა, დააგლისა, უბრალო მიწა წააყარა და კვლავ ფიცრით ქვებით დაჯორგა და მაჭრით სავსე ქვევრებიდან ამბოხის დუღილი და შიშინი ისმოდა. მოხუცმა სასოები დაიღო და წამოიღო ალისფერი ღვინით სავსე კოკები, რათა ფრონტიდან დაბრუნებულ და მრავალჯერ გამოტირებულ შვილს გამასპინძლებოდა. შორს ბნელემთაში ტურები ჰკიოდნენ, ხოლო მდინარის გაღმა პატარა ქოხში სანთელი ბჟუტავდა. გოჯასპირმა იმედიანი თვალით ახედა დიდრონი და შუქიანი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. გული ღაღადით აღევსო,
ამ ნეტარ წამსა და ტკბილ გრძნობას ხბადებდა მოხუცში მისი საყვარელი საფიცარი შვილის დაბრუნება, მუხლმაგარი, გამრჯე და მიწის მუშაშვილი გვერდში ამომიდგება და აწი რაღა მიშავსო ფიქრობდა. როდესაც გოჯასპირმა ღვინო შეიტანა, ვახშამი სავსებით გამზადებული იყო. მოხარშული ქათმების გარდა სუფრაზე სხვა საჭმელიც ელაგა, ჭყინტი ყველი, კვერცხები, დერგიდან ამოღებული მჟავე და ჩაძმარული მწნილი, პრასი, პილპილი, პომიდორი და კაკალგულს მოძებნისო, რომ იტყვიან ისე შეკმაზული ბადრიჯანი. სუფრას შემოუსხდნენ. გოჯასპირი და ნიკიფორე სუფრის თავში დასხდნენ, მერმე თეოდე და გალაქტიონი. მათ გვერდით სევერიანი და ბიჭია. რაჟდენისა და გიორგი აბესაძის შემდეგ ქალები ეკვირინე, ივლიტე და ასინა. ბავშვებს ეძინათ. სკამები არ ეყოთ და ტახტი მიიტანეს. გოჯასპირი კარგ გუნებაზე იყო და თამადობაც მან დაიჩემა. მერიქიფე სევერიანი ალისფერ ღვინოს ასხამდა ჭიქებში, ჭინჭილაში. მალე ყანწით სმა დაიწყეს. გელაშვილები და ტურიაშვილები ჩინებული მომღერლები იყვნენ, მაგრამ მართას გარდაცვალების გამო გლოვიარად იყვნენ და სიმღერას ვერ იტყოდნენ. გოჯასპირმა ცოლის შესამდობარი დალია, ჭადი ღვინოთი დაასველა. თეოდემ ზეცისკენ აღაპყრო თვალი და წარმოსთქვა. აცხონო სუფალო, მონა შენი მართაო. რძლებმა ღვარღვარად ჩამოაგდეს თვალთაგან ცრემლი. ამინ, ამინო იძახდნენ. მერე გოჯასპირმა გალაქტიონის სადღეგრძელო დალია ყანწით. მხიარულება ჩამოვარდა და სმაჭამა გაჩაღდა. ეს იყო მხოლოდ უკბილო და მიხწნილი ბერიკაცი თეოდე. ნაირ-ნაირ საჭმელს ხედავდა, მაგრამ ვერ ღეჭავდა და საცოდავად ყლაპავდა ნერწყვს. ასინამ ქათმის გადანახსენი თეთრი ხორცი მიართვა. დაუჩილა. თეოდე გრძელი ფრჩხილებით წიწკნიდა, ღრძილებით საცოდავად ძიძგნიდა. მანაც დალია გალაქტიონის სადღეგრძელო დაითრო და ყბედობას მოჰყვა. ჯარისკაცები გალაქტიონი, რაჟდენი და გიორგი შეზარხოშდნენ. ომისა და ფრონტის ამბებს იგონებდნენ. სუფრაზე მსხდომნი სულ განაბული უსმენდნენ.